მართლმადიდებელ ქრისტიანს დავაზუსტებ ახლა უკვე აქვს ცნობიერება, რომელიც ვერტიკალში ვითარდება, შეიძლება ასე ითქვას. ცნობიერება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყოფიერება იერარქიულად არის აგებული, არის ღმერთი და ღმერთის მიერ დაარსებული ეკლესია, რომელიც ასევე იერარქიული პრინციპით არის. არსებობს უხილავი თავი ქრისტე ეკლესიისა, არსებობს ხილული თავი ეკლესიისა, პატრიარქი ან მთავარეპისკოპოსი სხვადასხვა ქვეყნებში გააჩნია როგორ არის, შემდეგ ეპისკოპოსი, სამღვდელოება და ამ შემდეგ. ეს იერარქიული პრინციპი. იერარქიული პრინციპი არის მართლმადიდებელი ცნობიერებისათვის ბუნებრივი ორგანული. როცა ადამიანი ცნობიერებით არ არის მართლმადიდებელი, ის უპირველეს ყოვლისა ამ იერარქიულ პრინციპს ებრძვის. ამიტომაც ატანა არ აქვს არანაირი იერარქიის. ესეთი მსოფლმხედველობა, რომ იერარქიული პრინციპის ატანა არ აქვს, ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ებრძვიან მშობლებსაც. ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა რა არის? ეს არის იგივე მშობლების წინააღმდეგ ბრძოლა. უფროს უმცროსობის, ხო, გახსოვთ ერთი პერიოდი როგორ გვიკვირდა, რომ ესე იგი შენ არ ახარ ვარდებული, რომ მოხუცი რო ამოვა, ადგილი დაუთმო. გახსოვთ როგორ იყო? თქვა ასე შემდეგ, ბევრი რაღაც ნიუანსია ამ ხრივ, ხა ამას ხო არ ჩავშლით, მაგრამ რატომ იყო ეს? იმიტომ რომ აი ადამიანს არ აქვს აი ამ იერარქიული სამყაროს იერარქიული მოწყობის ატანა არ აქვს. არა და სამყარო ამგვარად არის მოწყობილი ზუსტად. ანგელოსთა დასებიც ესია ზუსტად. ეს არის ობიექტური მოცემულობა. გამოცხადებით ვიცით რომ ასეა. გესმით? აი ეს არის. და ამის ატანა არ აქვს, ამას ებრძვის და ეს არის სწორედ დემონური ყოფა. რა ვერ აიტანა ეშმაკმა, რომ ღმერთი არსებობდა. ღმერთისგან ქონდა სიცოცხლე და ყოფიერება, სიკეთე და ბედნიერება, მაგრამ ღმერთი რო ღმერთი იყო და თვითონ რო ქმნილება ეს ვერ აიტანა. ანუ ეს არის დემონური მდგომარეობა. დემონური მდგომარეობა. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ არიციან მამა და არცა მე. ანუ ეს სამყარო იერარქიულად არის მოწყობილი. რომ შენ არ ახარ ღმერთი. ნუ არ ახარ ღმერთი რა. არ ახარ ღმერთი. ღმერთის შვილი ხარ. არა ეს არ გაკმაყოფილებს. მაინდა ღმერთი გინდა იყო, სამყაროს შემოქმედი გინდა იყო, ყოფიერების შემოქმედი შენ გინდა იყო. გინდა რომ მთელი სამყარო შენი ჭკუით დადიოდეს. ნუ არ ახარ. ეს არის ობიექტური მოცემულობა.